ეხლა რატო არის ინსულინი აუცილებელი? ეს გახლავთ ტიპი 1 დიაბეტი. ახლა განვიხილოთ ტიპი 2. როცა ერთ განზომილებაში ხდება, ხო, მაგალითად რაღაც რო წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ რაღაც უჯრედები დავა. აი ამ უჯრედს რატომ ყავს სნობს ისე როგორც უცხოს და ამ იერიშიმი აქვს ამ უჯრედზე ანადგურებს. ისე ანადგურებს, რომ ისი აღდგენა შეუძლებელი. სისხლი, რომელიც არის გაჯერებული აი გლუკოზით, არის ძალიან მავნე და აზიანებს ძალიან ბევრ ორგანოს და სისტემას. ანუ მარტო ვესში ხდება პანკრეასის ლანგეჰანსის კუნძულების გატანება, სხვაგან არა. დღესდღეობით კლინიკურ პრაქტიკაში რატო არ თავაზობთ მაშინ ამას ყველა პაციენტს? ბიოხელოვნური პანკრეასი. ბიოინჟინერიის გზით შექმნილი ენდოკრინული პანკრეასი. აიღეს პაციენტის კანის და უჯრედი, გააკეთეს, მოახდინეს მისი რეპროგრამირება. ამ რეპროგრამირების შემდეგ გარდაქმნეს ეს უჯრედები ინსულინმა პროდუცირებელ უჯრედებად. ანუ ხეროვანი უჯრედები, ჩვეულებრივი, მერე უკვე მიიღეს ეს. ამავე დროს ეს სამგანზომილებიანი სტრუქტურები დიდი რაოდენობით შესაძლოა გადაინერგოს პაციენტებში იმისათვის, რომ ჩანაცვლდეს ამა თუ იმ ორგანოს ფუნქცია. მოგესალმებით, მე ვარ ზურა ალხანიშვილი, დღეს ვიწერთ ჯანსაღი დიალოგის მორიგ ეპიზოდს. დღეს ყავს პოდკასტში ყავს ქართველი მეცნიერი, რომლის საქმიანობა თანამედროვე მედიცინისა და ბიოინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას უკავშირდება. ჩვენ საუბრობთ ექიმ ეკატერინე ბერიშვილი-ბერნიზე. მისი კარიერა მოიცავს უკვე მრავალ წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. დღეს საქართველოშია ის წარმოადგენს ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვწერთ აი ამ ეპიზოდს. სანამ თვითონ ეკა საქმიანობას დეტალურად გაგაცნობთ და დღეს ჩვენ ამაზე ბევრს ვისაუბრებთ, მინდა რომ რამდენიმე სიტყვა თქვა თვითონ დაავადებაზე, რომელზეცაც ჩვენ ამ პოდკასტს დავუთმობთ და რომელიც არის მისი ეკას მუშაობის ფოკუსში. ეს გახლავთ ტიპი 1 დიაბეტი. ტიპი 1 დიაბეტი ეს არის ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის იმუნური სისტემა საკუთარ პანკრეასში, იგივე ქვეშა ჯირკვალში მდებარე ბეტა უჯრედებს ანადგურებს. სწორედ აი ამ ბეტა უჯრედებზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის ის უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს, ანუ ამ ჰორმონს, რომელიც შემდგომში სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. მაგრამ სად არის პრობლემა? პრობლემა არის, რომ ინსულინის გარეშე ორგანიზმი ვერ ახერხებს სისხლში არსებული შაქრის უჯრედებში შეყვანას, რაც იმას ნიშნავს, რომ უჯრედები ენერგიის გარეშე რჩებიან, ხოლო სისხლში შაქრის დონე მკვეთრად იმატებს. აი ეს არის ამოსავალი წერტილი და მთავარი პრობლემა. შედეგად ეს იწვევს მეტაბოლურ დისბალანსს და სერიოზულ გართულებებს თითქმის ყველა ორგანოში და ორგანოთა სისტემებში. ამ ყველაფერში პანკრეას კრიტიკული და გადამწყვეტი როლი აქვს. არა მხოლოდ ინსულინს, არამედ საჭმელმომნელებელი ფერმენტებსაც გამოიმუშავებს და თვითონ საკვების გადამუშავებისთვისაც არის აუცილებელი. მაგრამ როცა პანკრეასის ბეტა უჯრედები ზიანდება, ორგანიზმი ინსულინის გამომუშავებას სრულად კარგავს. ანუ აი ეს უნარი ეკარგება, რადგან ეს ჰორმონები სხვა არც ერთ ორგანოში არ წარმოიქმნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამიტომ ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდება ინსულინის მიღება და ჩვენ გარშემო არიან ადამიანები დიაბეტით, ვისაც სწორედ აი ეს საჭიროება აქვს. სჭირდება გარედან, ანუ ეგზოგენურად ამ ინსულინის მიწოდება, მუდმივი კონტროლი და მუდმივად სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ აი აქ შემოდის უკვე ბიოინჟინერიისა და ქსოვილების ინჟინერიის როლი, რომელიც ცდილობს, რომ არა მხოლოდ დაკარგული ფუნქციის კომპენსირება მოხდეს ამ შემთხვევაში, არამედ სრულად აღადგინოს ის, რაც დაიკარგა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეკა ბერიშვილი-ბერნი, მისი სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, როგორი ესეთი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრშიც არ უნდა ჩანდეს, ბიოხელოვნური პანკრეასის შექმნა. მოკლედ, როგორი იყო გზა ეკა ბერიშვილის საქართველოდან საერთაშორისო სამეცნიერო არენაზე? მე ხშირად ვაწყდები ხოლმე სხვადასხვა პლატფორმებზე ეკას საერთაშორისო გამოსვლებს, მისი კვლევების შესახებ, მოხსენებებს, ანალიზებს და ასე შემდეგ და სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებ დღეს საკმაოდ სიღრმისეულად. ეკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ პოდკასტის სტუმარი ხართ. ძალიან გვიხარია ეს ამბავი და თან თემაც ისეთია, რომ კიდევ ორმაგად უფრო გვიხარია. პირიქით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და იმისათვის, რომ მომეცით შესაძლებლობა ვისაუბრო იმაზე, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან მაწუხებს და ძალიან მინდა, რომ ჩემი, ვთქვათ, კვლევის
ნაშრომი ვთქვათ, გამოადგეს ადამიანების უმრავლესობას, ამ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ტიპი 1 დიაბეტით. მადლობა თქვენ. რომ გჯერა რომ ეს ასეც იქნება. მე მექნება პირველი შეკითხვა მექნება ესეთი, რომ აი რა იყო ეს თქვენი შთაგონების წყარო, როცა განისაზღვრა თქვენი ეს სამეცნიერო ინტერესის მიმართულება. სწორედ ქსოვილოვანი ინჟინერია და რატომ მიხვედით აი ამ უჯრედულ თერაპიებში? აი რა იყო თქვენი რა გამოძრავებდა? თქვენ იყავით ექიმი? არ ვიყავი ექიმი, ვიყავი სტუდენტი. ეს არის 90-იანი წლები, მე ვარ სტუდენტი. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, მესამე კურსზე და ამ დროს აღმოჩნდი ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ის იყო ტოპანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრა, სადაც იყო ერთ-ერთი ქარიზმატული პროფესორი, რომელიც ძიების პროცესში იყო, მისი სახელია ზურაბ კაკაბაძე, ბევრმა იცის ჩვენ სფეროში. მეც ვიყავი მის ლაბორატორიის სტუდენტობის დროს თავის დროს. რომელსაც სულ გარს ეხვია ეს ახალგაზრდა სტუდენტები და აი ფაქტიურად იქ დავავადდი აი ამ მეცნიერების ვირუსი, რასაც ქვია და აი იმ პერიოდში 90-იან წლებში საქართველო იყო ძალიან დუხჭირ მდგომარეობაში, ეკონომიკური კრიზისი, კრიმინალი, არ ვიცი, აი ყველაფერი ერთად და ჩვენ ამ დროს მუშაობდით და ამ დროსვე მოახერხეთ, რომ გავსულიყავით საქართველოს ფარგლებს გარეთ, ისეთი რაღაცა გაგვეკეთებინა, რომელიც დააინტერესებდა სამეცნიერო საზოგადოებას. ამ პერიოდში ჩვენ ვცდილობდით ღვიძლის ქსოვილისაგან გამოგვეზარდა პაციენტის ადამიანის არა, მაგრამ ცხოველის ორგანიზმში ღვიძლი, რომელიც იფუნქციონირებდა ისევე, როგორც ნორმალურ პირობებში. და მაშინ აი ქსოვილოვანი ინჟინერია, როგორც ასეთი ტერმინი, ჯერჯერობით არ იყო ისე ცნობილი. ახლა იკიდებდა მაშინ ფეხს და ძალიან ბევრი ისეთი საკმაოდ სოლიდური მეცნიერი ძალიან სკეპტიკურადაც უყურებდა ამ ყველაფერს, უჯრედული თერაპია, ქსოვილოვანი ინჟინერია. აი აქედან დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ, კარიერა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გავედი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიყავი ნიუ-იორკში, მერე ვიყავი მაიამის დიაბეტის კვლევით ინსტიტუტში, იქიდან ავითვისე ტექნოლოგია ამ ლანგერჰანსის კუნძულების, ანუ პანკრეასის კუნძულებიც, რომლებიც გამოყოფენ ინსულინს, იმათი გამოყოფა პანკრეასიდან და რო ჩამოვედი, მერე მინდოდა რომ ჩემი დამოუკიდებელი ასე ვთქვათ კარიერა გამეგრძელებინა, იმისათვის რომ იყო დამოუკიდებელი, უნდა იყო მთლიანად განსხვავებული იმისგან, რასაც შენი ვთქვათ წინამორბედი და შენი ხელმძღვანელი აკეთებს და აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. და დიაბეტი მაინტერესებდა, ტიპი 1 დიაბეტი ეს მაინტერესებდა. იყო ჩემი შემდეგი შეკითხვა, რომ ამ სამეცნიერო აი პრაქტიკული ბექგრაუნდის შემდეგ აი რატო გადაწყვიტეთ რომ ტიპი 1 დიაბეტი იყო ის რის კვლევაც შემდგომში გაინტერესებდა და აქვე რომ მივაბათ ისაკითხიც რომ რატო არის ტიპი 1 დიაბეტი ესეთი მნიშვნელოვანი, რატო უთმობთ ამ ხელა ყურადღებას და რითი განსხვავდება ის ტიპი 2 დიაბეტისგანაც, მაინც ახლა ჩვენი მსმენელისთვის კიდე ერთხელ რომ ეს ახმადი გახდეს. რატო ტიპი 1 დიაბეტი? იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი მართვადია დღეს და კარგად მართვადი. ანუ მისი მართვა შეგვიძლია, მაგრამ მის არ იკურნება. ანუ განუკურნებელია ჯერჯერობით, ანუ იშვიათ შემთხვევაში ხდება განკურნება, მაგრამ ყველაზე ერთ-ერთი ოქრო სტანდარტი მისი კურნალობის, ტიპი 1-ის დიაბეტის კურნალობის გახლავთ ინსულინის ინექციები. ეს იქნება ჩხლეტებით, ანუ ნემსით, თუ ანუ ეგრეთ წოდებული ტუმპოებით, ინსულინის ტუმპოებით, რომლებიც დღეს ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად პროგრესისა ინსულინის წარმოებაში, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი განიცადა, ტექნოლოგიური პროგრესი განიცადა ბევრმა რამემ სამედიცინო დარგში, მაინც ამ დაავადება განკურნებელია. განკურნება ნიშნავს იმას, რომ აღარ გჭირდება ეს ორგანოს ფუნქცია ჩანაცვლებულია. ამ შემთხვევაში დიაბეტი ისევ რჩება და ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური, ასე ვთქვათ, ინსულინის ინექცია იმისათვის, რომ შაქრის დონე დავარეგულიროთ სისხლში. აი ეს იყო იმ მიზეზი იმისა, რომელიც ჯერ კიდევ არის
შეუსწავლელი, რომელსაც შესწავლა სჭირდება, ამან განაპირობა ჩემი ინტერესი ამ დაავადების მიმართ. მე არავინ არ ვყოლი ასე როგორც წესი ხანდა ძალიან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანები, მეცნიერები, რომლებიც ჩართული არიან ამა თუ იმ დაავადების პრობლემის გადაწყვეტის ამბავში, არიან თავად აქვთ დიაბეტი, მაგრამ ამ ჩემ შემთხვევაში ეს არ არის ასე. უბრალოდ მაინტერესებდა აი ამ პრობლემის მოგვარება. ახლა რა დაავადებაა ტიპი 1 დიაბეტი, ეს გახლავთ როგორც გადასარევად მოხაზე, მოკლედ ეს გახლავთ ავტოიმუნური დაავადება, რითი არის განპირობებული ეს ავტოიმუნური დაავადება, ზუსტად არ ვიცით, რომ გენეტიკური ბექგრაუნდი აქვს და კიდევ არა მარტო ეს არ არის და ასევე არის რაღაცა გარემო ფაქტორების და გენეტიკის ერთობლიობა. და ამ შემთხვევაში იმუნური სისტემა, რომელიც წესით და რიგით, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს და უცხო ორგანიზმებს ორგანიზმში, რატომღაც აღიქვამს აი ამ ინსულინის გამომყოფ უჯრედს, რომელსაც ბეტა უჯრედი ქვია და რომელიც განთავსებულია აი ამ კუნძულში, პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულში. აი ამ უჯრედს რატომღაც ცნობს ისე როგორც უცხოს და ამ იერიში მიაქვს ამ უჯრედზე, ანადგურებს, რომ ისი აღდგენა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ეს უჯრედი აღარ გამოყოფს ინსულინს და ინსულინის ნაკლებობა არის სისხლში. ხა რატო არის ინსულინი აუცილებელი? იმისთვის არის ინსულინი აუცილებელი, რომ შაქარი, ანუ გლუკოზა შევიდეს უჯრედში, ანუ და სისხლში არ კონცენტრირდეს. გლუკოზა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოლეკულა, რომელსაც უჯრედი იყენებს გარდაქმნის ენერგია და შემდგომ იყენებს. ინსულინი კი, როგორც აი ასე რომ ავხსნათ, ისე რომ ყველამ გაიგოს, ინსულინი არის აი ამ გლუკოზის უჯრედში შესვლისათვის აუცილებელი გასაღები. იმიტომ ყველა უჯრედზე არის რეცეპტორი, ინსულინის რეცეპტორი და აი კლიტესა და გასაღების პრინციპით ხდება აი ამ ინსულინის გახსნა უჯრედის და გლუკოზის შესვლა უჯრედში და შემდგომში იქ მეტაბოლიზმი, ანუ როგორ ხდება ამ გლუკოზის გარდაქმნა შემდგომ ენერგიად, მაგაზე აღარ დავხარჯოთ, რომ აი ეს არის აი ის მექანიზმი, რომლითაც გლუკოზა შედის უჯრედში. აი, როდესაც ინსულინი აღარ გამომუშავდება ბეტა უჯრედში, ეს გლუკოზა კონცენტრირდება სისხლში, ვეღარ აღწევს უჯრედში და შესაბამისად კონცენტრირება სისხლში და აი ამ სისხლი, რომელიც არის გაჯერებული აი ამ გლუკოზით, არის ძალიან მავნე და აზიანებს ძალიან ბევრ ორგანოს და სისტემას. ეს გახლავთ ტიპი 1 დიაბეტი. ახლა განვიხილოთ ტიპი 2, არის მეორე ტიპი და კიდევ ბევრი ტიპის დიაბეტია, მაგრამ ყველაზე ძირითადად არის ტიპი 1 და ტიპი 2, რომელსაც ყველა ფართოდ იცნობს. ტიპი 2 დიაბეტის დროს ინსულინი გამომუშავდება ლანგერჰანსის კუნძულებში, ბეტა უჯრედებში, მაგრამ პრობლემა არის უჯრედში. ანუ ინსულინის რეზისტენტობა ვითარდება და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინსულინი, ის ვერ ახერხებს მოეჭიდოს და ამ რეცეპტორს და აქედან გამომდინარე აღარ შედის გლუკოზა ასევე უჯრედში. ანუ და შედეგი ერთია, იმატებს სისხლში შაქრის დონე და რაღაცა მომენტში პაციენტებს უკვე სჭირდებათ ხოლმე ასევე ინსულინის ინექციები, იმიტომ რომ ეს მომატებული გლუკოზა ასევე აზიანებს ბეტა უჯრედებსაც, მათ ტოქსიური გლუკოტოქსიურობა ახასიათებთ და რაღაცა ხნის განმავლობაში უკვე ბეტა უჯრედებიც აღარ გამოიმუშავებენ ინსულინს და გვჭირდება ეგზოგენური ინსულინი. ეს არის განსხვავება მექანიზმში, როგორ ვითარდება ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტი. ტიპი 2 დიაბეტის მართვა გაცილებით სხვა მიდგომებია, ანუ მეტაბოლური დაავადება, ტიპი 1 დიაბეტი გახლავთ ავტოიმუნური დაავადება. ეს ბეტა უჯრედების გადანერგვა ამ პროცესში რა როლს თამაშობს? ამაზე ვისაუბროთ და მე უკვე თქვენ ლაბორატორიას რა როლი აქვს აი ამ ყველაფერში, ეგეც რო გითხრათ. კი, კეთილი, მაშინ ასე დავიწყოთ, რომ ალტერნატივა რა არსებობს ინსულინის, ანუ არსებობს კიდევ სხვა მეთოდები, რომლებსაც ჩვენ თავაზობთ. ანუ პირველი არის მართვა ინსულინით, რომელიც არის ოქროს სტანდარტი და
ამასაც განვავრცობ თუ რატომ არის ასე. და მეორე არის ორგანოჩანაცვლებითი თერაპიები. ანუ ორგანოჩანაცვლები ნიშნავს, რომ როდესაც დიაბეტი არის ის, ტიპი 1 დიაბეტი არის, პრობლემა არის იმაში, რომ ბეტა-უჯრედი აღარ არსებობს, ანუ განადგურებულია და იმისათვის, რომ ფუნქცია შესრულდეს, ჩვენ გვჭირდება ახალი ბეტა-უჯრედი. აი ეს ახალი ბეტა-უჯრედი ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ პაციენტს ორი ძირითადი სტრატეგია არსებობს. ერთი არის მთლიანად პანკრეასი უნდა გადაინერგოს და ინერგება მთლიანად პანკრეასი, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, პანკრეასი არის ორგანო, რომელშიც ორი სისტემა იყრის ერთად თავს. ერთი არის ენდოკრინული, რომელსაც წარმოადგენს ეს ლანგერჰანსის კუნძულები, ანუ კუნძულები, რომლებიც ინსულინის გამოიმუშავებენ და მეორე არის ეგზოკრინული, რომელიც წარმოადგენს საჭმლის მომნელებელ გამოიმუშავებს ფერმენტებს, რომელიც მონაწილეობს საჭმლის მომნელებაში და ამიტომ ჩვენ იმისათვის, რომ ჩავანაცვლოთ ენდოკრინული ფუნქცია, გვიწევს მთლიანი პანკრეასის გადანერგვა და ეს არის საკმაოდ ასე ვთქვათ, მასშტაბური ოპერაცია, დიდი ოპერაცია, აქ ბევრი გართულებები აქვს, მაგრამ სამაგიეროდ შედეგი აქვს გადასარევი, იმიტომ 85%-ში პაციენტებს აღარ სჭირდებათ ინსულინის ინექციები და ეს ხანგრძლივია ეს ეფექტი. და არის მეორე მეთოდია, უჯრედული თერაპია, ანუ რას შვებთ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პანკრეას, გამოვყოფთ ამ ლანგერჰანსის უჯრედებს მთელი პანკრეასიდან, ანუ რომ წარმოვიდგინოთ რა არის ლანგერჰანსის კუნძული, ეს არის კუნძული, მართლა კუნძულებივით არის მიმოფანტული მთელს პანკრეასში, ანუ მთელს ზოგან უფრო მეტად, ზოგან უფრო ნაკლებად, მაგრამ არქიპელაგოებივით ესე არიან მიმოფანტულები ამ ორგანოში. და თითო ზომა ლანგერჰანსის კუნძულის არ აღემატება ქვიშის მარცვალს. აი ზუსტად ეს პატარა აი ესეთი ქვიშის მარცვლის ოდენა წარმონაქმნი არეგულირებს ორგანიზმისში შაქრის დონეს. და მთლიანობაში რო ავიღოთ სულ ლანგერჰანსის კუნძულები გამოყოფილი აი მთელი პანკრეასიდან არ დაგიფარავთ ჩაის კოვზის 1/13-საც კი. აი რაოდენობრივად, რომ უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, რასთან გვაქვს საქმე და რა ორგანოს ჩანაცვლებაზეა ლაპარაკი. რაოდენობის უჯრედებზე ლაპარაკი. ანუ ჩვენ შეგვიძლია და ამას ვაკეთებთ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჩემს ლაბორატორიაში, კლინიკურ ლაბორატორიაში, კლინიკური პროგრამა არსებობს, სადაც ვიღებთ პანკრეას დონორული ორგანოებისაგან. ანუ გვამური ორგანოებია ეს. ვათავისუფლებთ ამ ლანგერჰანსის კუნძულებს, ეს პროცედურა არის დაახლოებით 8 საათიანი და ამის შემდეგ მას ამ კუნძულებს უნერგავთ პაციენტს, რომელსაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი. და სად ვუნერგავთ? ღვიძლში ვუნერგავთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პანკრეასიდან ესე ჰორმონი, რომელიც გამოყოფა, ჰორმონის გამოყოფა ხდება სისხლში და ეს სისხლიდან პირდაპირ მიდის ღვიძლში და იქ ხდება მისი მეტაბოლიზმი. აქედან გამომდინარე, ღვიძლი არის მიჩნეული ერთ-ერთ ანუ მარტო ღვიძლში ხდება პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვა, სხვაგან არა დღესდღეობით კლინიკურ პრაქტიკაში და გვაქვს ჩვენ ეს დანერგილი. სოფლიოს რამოდენიმე ცენტრში კეთდება ეს რა ქვია თერაპია. ეს გახლავთ ორგანოჩანაცვლებითი თერაპია, ანუ ან უჯრედული, ან მთლიანი ორგანიზმის გადანერგვა. მაგრამ რატო ეხლა გჭდება კითხვა ალბათ დამისვან რატო არ თავაზობთ მაშინ ამას ყველა პაციენტს? ლოგიკურად. რატო არ თავაზობთ და რატო მაინც თუ ინსულინი არ კურნავს, მაინც ინსულინზე რატო ყავს ეს პაციენტები? იმიტომ რომ არის იმუნური სისტემა, რომელიც ვიცით, რომ იცილებს არა მხოლოდ ბაქტერიას, ვირუსს და ებრძვის ასე შემდეგ, არამედ მოიცილებს ყველანაირ უცხო აგენტს, ანუ უცხო ცილას. ჩვენ რომ ნერგავთ სხვა პიროვნებისგან რაღაცა უჯრედია თუ აღიქვამს როგორც ანტიგენს და იცილებს. მოიცილებს. ესეთი თვისება აქვს იმუნურ სისტემას საბედნიეროდ. თუ გეყოლება იმაზე, ამიტომ საჭირო არის სიცოცხლის მიერი, ანუ მთელი სიცოცხლის განმავლობაში პაციენტმა უნდა მიიღოს იმუნიტეტის დამწრგუნველი პრეპარატები. ერთი არ არის რამოდენიმეა და ამ პრეპარატების მიღებას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს და
მივდივართ იქამდე, რომ რისკის უნდა დასარგებლის შევაფასოთ, რომ სარგებელი და რისკი. ანუ ინდივიდუალურად ხდება ამისი გადაწყვეტა. ეგ არის დღეს საკითხი თუ იშვიათად გამოყენებადი პროცედურა აი ამ ბეტა უჯრედების ის საქვია გადანერგვა ამდენი გვერდითი მოვლენის გამო. ორივე. ერთი არის ის, რომ ორგანოების დეფიციტი არსებობს. როგორც ასეთი, მეორე არის ის, რომ გვჭირდება იმუნური სისტემის დათრგუნვა და ფაქტიურად თავაზობთ პაციენტებს მარტო იმ შემთხვევაში, როდესაც არის ან რთულად სამართავი დიაბეტი, ახალგაზრდებში არის ხანდახან დიაბეტი, რომლის მართვაც შეუძლებელია ინსულინით, ან უკვე ისეთი გართულებები არის სახეზე, როგორიც არის ნეფროპათი, ანუ თირკმლის პრობლემა, პაციენტებს სჭირდება დიალიზი, ანუ თირკმლის გადანერგვა, დიალიზე ხო არ იქნებიან, სულ მერე სჭირდება თირკმელი რომ გადაენერგოს. თირკმლის გადანერგვის დროს ჩვენ გვჭირდება აუცილებლად იმუნოსუპრესია და ამ დროს ერთდროულად ვუნერგავთ თირკმელს და ლანგერჰანსის კუნძულებს, ან თირკმელს და პანკრეას, ან ჯერ თირკმელი ენერგება და მერე ლანგერჰანსის კუნძული, ან მერე პანკრეასი. მოკლედ აი ასეთი სიტუაცია, ან მხოლოდ ლანგერჰანსის კუნძულები, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის რთულად სამართავი, იმიტომ რომ რისკი აჭარბებს სარგებელს ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვაქვს დღეს ინსულინი, როდესაც ჩვენ გვაქვს ინსულინის ტუმბოები, რომლითაც საკმაოდ კარგად შეიძლება დიაბეტის მართვა. ანუ ამ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას იღებს ექიმი, ალბათ. რა თქმა უნდა. და აი ესეც მაინტერესებდა, რომ თქვენ შემთხვევაში, ხო, თქვენ ფუნდამენტურ მეცნიერებაში მუშაობთ და თქვენი ამ ჟენევაში, აი ამ თქვენი ლაბორატორიის და კლინიკის ექიმების თანამშრომლობა, ეს ტრანსლირება როგორ ხდება, თქვენი სტრუქტურა იქ როგორ არის, როგორ მუშაობს. ის რასაც თქვენ გამოიგონებთ, ან კვლევები, რომლებსაც თქვენ იწყებთ, შემდგომში პაციენტებამდე როგორ მიდის. ამ პროცესში თუ არიან თვითონ ეს ექიმები ჩართული, ესო წარმოგვადგენინოთ რა ხდება. მე თავად ექიმი ვარ. და ექიმები რა თქმა უნდა მე ვარ ტრანსლაციური ყველა ჩემი კვლევა არის ტრანსლაციური. ანუ ტრანსლაციური ნიშნავს, რომ from bench to bedside, ანუ იმიდან ლაბორატორიული მაგიდიდან აუცილებლად პაციენტამდე უნდა მივიდეს. მაგრამ ეს გზა არ არის ესეთი მარტივი და ძალიან გრძელია და ნავიგაცია გჭირდება ამ რეგულაციური ლაბირინთის და რა ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემაა გადასალახი და ბარიერი გადასალახი. ანუ არ არის ესე მარტივად აიღე და გააკეთე კლინიკური კვლევა. სანამ პრეკლინიკურიდან კლინიკურ კვლევამდე მიხვალ, მანამდე გჭირდება ძალიან ბევრი ექსპერიმენტული, თქვათ, დასაბუთება. სანამ ექსპერიმენტთან მიხვალ, ანუ ექსპერიმენტს ჩვენ ვატარებთ თაგვებზე, ხო, და მღრღნელებზე, მაგრამ სანამ მღრღნელებამდე მივალ, ჩვენ გჭირდება რომ დავუსაბუთოთ ამ რეგულატორს, ანუ ვინც გვაძლევს ავტორიზაციას, რომ გამოვიყენოთ ცხოველი ექსპერიმენტისთვის, რომ ეს სინჯარაში უკვე მუშაობს და არის იმისი დიდი შანსი, რომ დაავადებული, ანუ დიაბეტით დაავადებული თაგვი განკურნოს, იმიტომ რომ აქ უკვე ეთიკური პრობლემები დგება და რაც შეიძლება ნაკლები ცხოველი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ თქვათ ეს მეთოდი დავტესტოთ, ესა თუ ის მეთოდი. ამის შემდეგ რომ დაიტესტება მცირე ზომის თაგვებში, მე უნდა გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, თაგვი არის 25 გრამი. და ადამიანი არის 70-80 კილო საშუალო, ხო? ანუ ჩვენ უნდა დავტესტოთ ეს თუ როგორ მოხდება აი ამ დანადგარის, აი ამ სტრუქტურის, აი ამ კონსტრუქციის, ვთქვათ, გადიდება, upscaling, რასაც ქვია, ხო? ამას თავისი ისჭირდება დასაბუთება და დამატებითი კვლევები. ამის მერე ხდება უკვე მიდიხარ შენ კლინიკურ კვლევამდე, მერე იწყებ პირველი ფაზის კლინიკურ კვლევას, რომელიც ასე რამოდენიმე ადამიანზე კეთდება, ანუ მოხალისეზე, რომელიც პრინციპში არის ესეთი სტადია აქვს დაავადების, რომლისთვისაც ვთქვათ, პრინციპში არ აქვს. გადარჩენის გზა შეიძლება იყოს ასევე.
არ ავნებ ამით, იმიტომ რომ მაინც ექსპერიმენტია და მაინც ვცდილობ რომ გატესტო ამ მეთოდის უსაფრთხოება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მეორე ფაზის კვლევა, სადაც უკვე ეფექტურობას ვადგენთ, მერე მესამე ფაზის კვლევა, სადაც უკვე სტატისტიკურად როგორი ეფექტია იმას ვადგენთ და მერე არის მეოთხე ფაზის კვლევა, სადაც უკვე აი მარკეტში ჩაეშვება, ანუ ფართო მოხმარებაში ჩაეშვება ესა თუ ის პრეპარატია თუ მეთოდი და იმის შემდეგ ვაკვირდებით რა, აი ფართო მასაში რა გართულებებს შეიძლება იჩინოს თავი, ის რაც ჩვენ ვთქვათ ვერ დავინახეთ მეორე მესამე ფაზის კლინიკური კვლევის ფაზის დროს. აი ეს არის ის, რასაც გადის გზა, რომელსაც გადის ლაბორატორიიდან პაციენტამდე, აი ეს აღმოჩენა თუ პრეპარატი იქნება ეს თუ რაიმე მეთოდი, საკმაოდ გრძელია. მაგრამ ეს ხდება ადგილზეც, ხო? თვითონ ეს ხდება ადგილზე იქვე. ანუ ვიღაცამ რო არ წარმოიდგინოს, რომ თქვენ რაღაცა მეთოდოლოგიას შეიმუშავებთ და მერე ვიღაცები ამას ანაკეთებენ ან არაკეთებენ, ხო? ანუ ეს არის კოლაბორაციული სამუშაო. რა თქმა უნდა, ეს კოლაბორაციულია, მაგრამ არის ერთი რაღაცა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ის რომ მე აკადემიაში ვმუშაობ, მე ვარ უნივერსიტეტის პროფესორი, მე ვმუშაობ ლაბორატორიაში, მე ვარ მეცნიერი, რომელიც ვთქვათ, მაქვს დაფინანსება პროექტის სახელმწიფო ან საკერძო, მაგრამ მაინც აი შეზღუდული, მე აღმოვაჩენ რაღაცას, რაღაცა ეტაპამდე მივიყვან და იმის შემდეგ მე აღარ შემიძლია რომ გავავითარო ეს, იმიტომ რომ ამისი სახსრები არ გამაჩნია უბრალოდ. ამ შემთხვევაში შემოდის ერთ-ერთი ესეთი საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც არის ბიოტექნოლოგია ინდუსტრია. ანუ კერძო კომპანია, როგორც წესი და გიფასებს თუ მისთვის მისაღებია ეს, ანუ გათვლებს აკეთებს, მანდ უკვე არის მენეჯმენტი და ბიზნეს გათვლებს აკეთებს. ხო, რის გარეს ეს ყველაფერი არის აი კლინიკურ იქამდე, რა ქვია, გამოცდამდე უფრო ხშირად მიყავთ ხოლმე აი ამ ინდუსტრიულ პარტნიორებს. ხშირ შემთხვევაში მეცნიერი რჩება განზე. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც კაი კოლაბორაცია მიდის და ერთად ხდება მისი მიყვანა კლინიკამდე და ფასი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვამბობ, იყოს ანუ ხელმისაწვდომი ყოველთვის არ არის ის, რაც არსებობს. ინგლისურად კარგად გამოითქმის availability is not always accessibility. So, ის რაც არსებობს, ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის და ხელმისაწვდომი არის მაშინ თუ ეს ყველა ქვეყანაში შეძლებს ადამიანამდე მიღწევას, იმიტომ რომ ჩვენ ხო პაციენტს ვემსახურებით, არა? კი ბატონო. უბრალოდ ეკა, აი წეღარო საუბრობდით, მე ამ უჯრედების გადანერგვა ღვიძლში ხდება და გავიგეთ რატო ხდება ღვიძლში. გასაგებია იმის შემდგომ რა პროცესი იწყება. მაგრამ რატო არ ხდება სხვა, მაგალითად პანკრეასში რატო არ ხდება? აი ესეთი არ გამოდის იქიდან ამ შედეგს ვერ ვიღებთ, თუ კიდე სხვა რამე პრობლემებიც არის. პანკრეასში არ ხდება მარტო ერთი მიზეზის გამო, იმიტომ რომ პანკრეასი, როგორც თქვით, ორი ორგანოა ერთში. ერთი არის საჭმლის მომნელებელი და მეორე არის ენდოკრინული. ანუ საჭმლის მომნელებელი ნაწილი გამოიმუშავებს ენზიმებს, რომლებიც ინელებს საჭმელს. როგორც კი ხდება პანკრეასის დაზიანება, ოდნავ გაღიზიანება, შეიძლება ძალიან ცუდი რეაქციები გამოიწვიოს და აქედან გამომდინარე ყველა თავს იკავებს პანკრეასთან, ასე ვთქვათ, აი ესეთი ჩარევებისაგან და ღვიძლი ამ შემთხვევაში არის გადასარევი სამიზნე, მაგრამ ღვიძლშიც არსებობს პრობლემები და დღესდღეობით მიდის იმაზე ფიქრი კი არა და დიდი ძალისხმევა არის იმისკენ მიმართული, რომ ღვიძლი როგორც ორგანო აღარ იქნას გამოყენებული პანკრეასის კუნძულების გადასანერგად და ვიპოვოთ სხვა ადგილი,
სადაც უფრო ნაკლებად ინვაზიური იქნება, უფრო ეფექტური იქნება ეს პანგადენერგიული უჯრედები, უფრო კარგად იფუნქციონირებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვიცხს ახლა აღარ დღეს ფორმატი არც ფორმატი მოგწევს მაგის საშუალებას და არც დრო, რომ ვისაუბროთ იმაზე თუ რა პრობლემები არსებობს აი ამ პანკრეასის უჯრედების გადანერგვის, იმიტომ რომ თუ არ იარსებებდა ეს პრობლემები, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენ რატო მუშაობთ? ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ აღმოფხრათ არსებული პრობლემები. ახლავს მაგას კი ბატონო და ის უფრო ამ შემთხვევაში მაგიტომ არის არჩევანი გაკეთებული ღვიძლზე. ეგ აბარემ აი ამ თემაზე ისეთი გახმაურებული შემთხვევა იყო, როცა ჩინეთში ჩატარდა ეს ერთი ოპერაცია 2023 წელს, როცა აი ამ ბეტა უჯრედების გადანერგვა მათ გააკეთეს და ჩაითვალა, რომ ეს ექსპერიმენტი იყო ძალიან წარმატებული და ამან ძალიან მოიცვა მთელი მსოფლიო პრესა ამაზე საუბრობდა ისინი პოპულარული სამეცნიერო ჟურნალები აქტიურად აშუქებდნენ ამ შემთხვევას და ნუ ისედაც აი სოციალურ მედიაშიც პერიოდულად ხშირად ხდება ხოლმე ამაზე სხვადასხვა მასალა რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას რომ პრობლემა როგორი აქტუალურია და რაც თავარია თან დიაბეტის არ არის ესეთი დაავადება რომელიც ყველა ძალიან აღელვებს ხოლმე მანამ დაემართება ხო ეს არ არის ესეთი საშიშად ესე არ გამოიყურება შორიდან რაცა უშუალო შეხება არ აქვს. აი ეს რა кейსი იყო? მოდი გავიხილოთ ჩინეთი და არა მხოლოდ. და რას აკეთებენ ჩინელები? ანუ ჩინელები აკეთებენ უკვე ვთქვით, რომ ჩვენ გვაქვს ორგანოების დეფიციტი, ანუ იმისათვის რომ კონდეს ინსულინ მაპროდუცირებელი უჯრედი ჩვენ გვჭირდება ლანგერჰანსის კუნძული, მაგრამ შეგვიძლია ეს უჯრედი თავად შევქმნათ. ანუ ამის ეს საშუალება მოგვცა იმან, რომ რაღაც გასული საუკუნის მიწურულს აღმოვაჩინეთ ღეროვანი უჯრედები და პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედები. ხა რა არის პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედი? ეს გახლავთ უმწიფარი რომელსაც ფუნქცია ჯერ არ გააჩნია. ეს უჯრედი არადიფერენცირებული. ანუ ყველამ რო გაიგოს რას ნიშნავს არადიფერენცირებული არის არ აქვს არანაირი სპეციალიზაცია და ჯერჯერობით არ მიეკუთვნება არც ერთ ქსოვილს და სისტემას და ამ უჯრედს გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი რამ უსასრულო დაყოფის ფუნქცია. ანუ შეგვიძლია გავამრავლოთ ძალიან დიდი რაოდენობით და ამის შემდეგ ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვათავსოთ სპეციალურ გარემოში, სპეციალური ხსნარით და სპეციალური მოლეკულების ზეგავლენით გარდავქმნათ იგი სხვადასხვა ქსოვილად. აი ყველა ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედს მიიღებთ პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედისგან. ახლა რა არის წყარო ამ პლურიპოტენტული ღეროვანი უჯრედების? გახლავთ ან ემბრიონული, ან ასე ვთქვათ, ინდუცირებული პლურიპოტენტული უჯრედები. ჩვენ ასევე შეგვიძლია ავიღოთ ნებისმიერი ადამიანის კანისგან ფიბრობლასტი, ანუ სპეციალური უჯრედი. მოვახდინოთ მისი რეპროგრამირება. ანუ უკან დავატრიალოთ ეს საათი, გავხადოთ ის იგივე პოტენციის მატარებელ ღეროვან უჯრედად, როგორც არის ემბრიონული და ამის შემდეგ მოვახდინოთ მისი დიფერენცირება, ანუ გარდაქმნა ამა თუ იმ უჯრედად, ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ, ინსულინ მაპროდუცირებელ უჯრედად. აი ჩინელებმა ზუსტად გააკეთეს ეს, აიღეს პაციენტის კანისგან უჯრედი გააკეთეს, მოახდინეს მისი რეპროგრამირება. ამ რეპროგრამირების შემდეგ გარდაქმნეს ეს უჯრედები ინსულინ მაპროდუცირებელ უჯრედებად. ანუ ჯერ მიიღეს ღეროვანი უჯრედები, ჩვეულებრივი, მერე უკვე მიიღეს ეს. ხო, ანუ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და იმიტომ რომ ახსნა რასთან გვაქვს საქმე. ამის შემდეგ ეს გარდაქმნეს ეს ღეროვანი უჯრედები ინსულინ მაპროდუცირებელ უჯრედებად, ბეტა უჯრედებად, ასე ვთქვათ. და ამის შემდეგ გადაუნერგეს იგივე პაციენტს მუცლის წინა კედელზე, ანუ კუნთსა და კუნთს შორის, ასე ვთქვათ, არა ღვიძლში და არამედ აი ამ მუცლის წინა კუნთზე ფასციაში ჩანერგეს, ასე ვთქვათ, ანუ მუცლის წინა კედელზე გადაუნერგეს ამ პაციენტს, ახალგაზრდა ქალბატონს, რომელსაც ჰქონდა დიდხნიანი დიაბეტი, მაგრამ ჯერჯერობით
ეს პაციენტი ძალიან ისეთი იყო შედეგი არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური, იმიტომ რომ ერთ თვეში პაციენტს შეწყვიტა ინსულინის მიღება, გახდა ინსულინ დამოუკიდებელი, ფაქტიურად განიკუნა, მაგრამ ამ პაციენტს მაინც სჭირდება იმუნური სისტემის დათრგუნა. ახლა საკითხი არის იმაში, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩემთვის როგორც მეცნიერისთვის ამ დარგში კარგად გარკვეული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი ვიცოდე გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ თლიანად იმუნური სუპრესია ამოვიღოთ კურნალობის სქემიდან, თუ არა, იმიტომ რომ ამ პაციენტს უკვე ღვიძლი ქონდა გადანერგილი და ამ ღვიძლის გადანერგვის შემდეგ ასევე საჭიროა იმუნოსუპრესია. ანუ ჯერჯერობით გაურკვეველია. ეს გააკეთეს ჩინელებმა. არის ასევე ამერიკული კომპანია Vertex-ი, რომელიც მათ 2021 წელს დაიწყო მულტიცენტრული ტრანსკონტინენტალური კვლევა, კლინიკური კვლევა, მათ უკვე შექმნეს აი ინსულინმა პროდუცირებელი უჯრედები, ოღონდ ემბრიონული ღეროვანი უჯრედებისგან და ეს ჟენევაშიც კეთდება, ერთ-ერთი ცენტრი არის ჟენევა. აქ ისინი ქმნიან აი ლანგერჰანსის კუნძულების მაგვარა, ასე ვთქვათ, სფეროიდებს და მათი გადანერგვა ხდება ღვიძლში, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩვეულებრივი გვამური ორგანოდან მიღებული ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვას. ამ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ ემბრიონულ უჯრედებს, ჩვენ დაგვჭირდება იმუნური სუპრესია, მისი გარეშე უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ მოიცილებს ორგანიზმი ამ გადანერგილ უჯრედებს. ანუ ხდებით ტრეიდ-ოფები არის. იმ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ჩვენ აღმოვხვრით დონორული ორგანოების დეფიციტის პრობლემას, მაგრამ არსებობს მეორე პრობლემა, ეს გახლავთ იმუნოსუპრესია, რომელსაც ასევე სჭირდება გაუმჯობესება. აქეთ მხარეს გვაქვს პლურიპოტენტური ინდუცირებული პლურიპოტენტური უჯრედი, რომელიც გახლავთ პერსონალიზებული, ანუ ადამიანის საკუთარია, მაგრამ გასარკვევია ის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, აი ამ უჯრედების გადანერგვის შემდეგ საჭირო გახდება იმუნოსუპრესია თუ არა. ან კიდევ სხვა მომენტია, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს მეცნიერებს, იმიტომ რომ როგორც თქვენც აღნიშნეთ და როგორც მეც განვავრცე, ტიპი 1 დიაბეტი გახლავთ აუტოიმუნური დაავადება. ჩვენ არ ვიცით, რატო იგეშება იმუნური სისტემა და რატო მიაქვს იერიში ინსულინ გამომუშავებელ უჯრედებს, ბეტა უჯრედებს. იგივე ხო შეიძლება ახალგადანერგილ უჯრედებს დააწიოს თავს. ჯერჯერობით ამ ეფექტს ჩვენ არ ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს იმუნოსუპრესიის რა ქვია, იმუნოსუპრესიაზე ყავს პაციენტები და ამიტომ ანუ ესეთი შემთხვევა არა გვაქვს, ხო, რომ ეს ჯერჯერობითაა და იმუნოსუპრესიაზე არ იყოს პაციენტი. არა, ჯერჯერობით ესეთი შემთხვევა არა. ეს არის ორი კვლევა. თუ კი განვითარდება, ხო, ეს ავტოიმუნური რეაქცია, თუნდაც აი ამ საკუთარი უჯრედებიდან გამოყოფილ ღეროვან უჯრედებზე, რომელსაც შემდგომში ინსულინის წარმოქმნელი ბეტა უჯრედებად ვაქცევთ და ამას გადავუნერგავთ და ეს ხო საკუთარი უჯრედია, ხო? ამაზე, ანუ როგორც მივხვდი, არ ვიცით. ასეთი ტიპის უჯრედებზე რა რეაქცია ექნება ჩვენს ორგანიზმს, ხო? აი ეგ არის ამ შემთხვევაში ერთი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა, რომელიც პაციენტებამდე მივიდა, ყველა შემთხვევაში იმუნოსუპრესიაზე იყო და ამ შედეგს ჩვენ ვერ ხედავს მაგის მიღმა. არ ვიცი თუ გაიმეორეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის, ამიტომაც არის საჭირო, ამიტომაც მუშაობს თელი აი რამოდენიმე აი ესეთი ცენტრი იმაზე, რომ ვთქვათ, იდენტიფიცირება მოხდეს ისეთი ადგილი, სადაც ვთქვათ, განმეორებითი შეყვანა იქნება შესაძლებელი. ჩვენ ხო ვამბობთ იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია უსასრულოდ გავამრავლოთ ის უჯრედები, ასევე შეგვიძლია უამრავი ბეტა უჯრედი მივიღოთ ამ უამრავი უჯრედისგან, ხო? ეს პრობლემა გადაჭრილია, ასე თუ ისე. გადაუჭრელია ფასის პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჩდება ამ ყველაფრის კეთება და გადაუჭრელია იმუნური ანუ მოცილების პრობლემა, იმუნური სისტემის ანუ მიერ ან მოცილება, ან თავიდან განადგურება ამ ბეტა უჯრედების. იმ შემთხვევაში თუ აღარ იქნება იმუნოსუპრესია საჭირო. აი ეგ არის ჯერჯერობით გადაუჭრელი და მეორეს მხრივ კიდე არის სხვა სტრატეგია, ანუ ჩვენ მუშაობთ ისეთ სტრატეგიაზე, მარტო ჩვენ არა, ანუ ბევრი ლაბორატორია მუშაობს ამაზე.
რომ დავუმალოთ უჯრედი ორგანიზმს. ანუ გარდა ვქნათ უჯრედი, ანუ გამოვიყენოთ გენური ინჟინერია იმისათვის, რომ მოვახდინოთ აი ამ უჯრედის, ასე ვთქვათ, იმუნურ სისტემას რო დაემალოს, ამაზეა საუბარი. ხო, ანუ ფარივით შევუქმნათ რაღაცა ბიოლოგიური ფარი, ან თვითონ უჯრედში შევცვალოთ ისეთი რამ, ანუ გენი, რომელიც იმუნურ სისტემას აღარ მისცემს იმის საშუალებას, რომ ამოიცნოს ის უჯრედი და მოვატყუოთ ასე. ან თქვენც მუშაობთ მაგაზე, თქვენ ამაზე ჩვენი ლაბორატორიაც მუშაობს, დიახ. კი ბატონო. ხო ფასი ახსენეთ და ნუ ახლა ფასი რო იქნება ძვირი ეს გასაგებია, იმიტომ რომ ის საფეხურები ახლა რომ ესეც ლაპარაკობდით, ცალ-ცალკე ყველა საფეხური ცალ-ცალკე ნობელის პრემია იყო და ხო თავისთავად ხადი ეს დიდი აღმოჩენებია, რომელსაც მე უკვე თქვენ და თქვენისთან ლაბორატორიები და მეცნიერები მისდევთ და ამას აუმჯობესებთ პრაქტიკაში გადაგაქვთ. კიდე ერთ საკითხი, რომელზეც მინდა რომ ახლა გადავიდეთ, ეს არის უკვე ბიოხელოვნური პანკრეასი. ხო, ჩვენ ამ შემთხვევაში ხა უჯრედებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ასევე რომ ეს პანკრეასი ხელოვნურად სინთეზირებული გავაკეთოთ, ხო? და აი ეს გადავნერგოთ. ამ შემთხვევაში რა საფეხურებია ისინი, რომელიც უნდა გავიაროთ, აქ რა გამოწვევები გვაქვს, რა ეტაპზე ვართ ამ ყველაფრის კვლევებში და კეთებაში, აი ამაზეც რომ მოგვიყვეთ. აი აქ მოდი ისე გავიხსენოთ ლანგერჰანსის კუნძული. როდესაც რაღაცის ბიოინჟინერიაზე არის საუბარი, ანუ უნდა შევქმნათ ისეთი, როგორიც არის. კი ბატონო. და ლანგერჰანსის კუნძული როგორია? ლანგერჰანსის კუნძული არ გახლავთ უჯრედი ერთი. ის არის უჯრედების გროვა, მაგრამ უჯრედების გროვა როგორც ასეთი მხოლოდ და მხოლოდ უჯრედები არ არის. ეს გახლავთ მინი ორგანო და ახლა გეტყვით აგიხსნით. შევეცდები რომ ავხსნა ისე რომ ყველამ კარგად გაიგოს რა არის. ეს გახლავთ სულ მცირე 4 ტიპის ენდოკრინული უჯრედი, რომელიც სხვადასხვა ჰორმონს გამოიმუშავებს, ჩვენ ინსულინი ვიცით და გვესმის და გვჭირდება ამ შემთხვევაში, თორე დანარჩენი 3 ტიპის კიდე სხვა ჰორმონს გამოიმუშავებენ, ერთი არის რომელიც ანეიტრალებს ინსულინს, ძალიან მოიმატა. და ეს კიდე არის სხვა ტიპის უჯრედები, არის სიღრმის უჯრედები, არის ფიბრობლასტები, არის მაკროფაგები და ეს უჯრედები არიან აი ესე გაერთიანებული 3D სისტემაში, ანუ სამგანზომილებიან იმაში, სისტემაში და ერთმანეთთან აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთკავშირი. ანუ ერთმანეთს ესაუბრებიან ეს უჯრედები და იმისათვის რომ ინსულინის გამოყოფა მოხდეს და ანუ იმის შეგრძნება მოხდეს, აღქმა რომ გლუკოზა მაიწია სისხლში, ამისათვის საჭიროა აი ეს უჯრედშორისი, ასე ვთქვათ, ურთიერთქმედებები. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მოთავსებულია აი ეს სამგანზომილებიანი სფერო, რომელსაც ლანგერჰანსის კუნძული ეწოდება, ჩაშენებულია ეგრეთ წოდებულ უჯრედშორის მატრიქსში, ექსტრასელულური მატრიქსი ქვია ინგლისურად და ქართულად უჯრედშორისი მატრიქსი ქვია და აი ამ მატრიქსთან აქვს კავშირი თითოეულ უჯრედს, ანუ ასევე აი ეს კავშირებიც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ გამოვყოფთ მაგალითად ლაბორატორიაში ლანგერჰანსის კუნძულს და გამოვანთავისუფლებთ მას აი ამ და გავწყვიტავთ ამ კავშირებს, ძალიან ბევრი ესეთი კუნძული განიცდის აპოპტოს, ანუ პროგრამირებულ სიკვდილს, ანუ ვეღარ ძლებს, თავის მიკროგარემოში ჭირდება მას. და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ, სულ 1%-ია ლანგერჰანსის კუნძული მთელს პანკრეასში, მაგრამ ამ ორგანოს 20% სისხლმომარაგების 20%-ს ღებულობს, ანუ წარმოგიდგენიათ, ლანგერჰანსის კუნძული არის საკმაოდ კარგად სისხლმომარაგებული. მას აქვს საკუთარი სისხლმომარაგება, საკუთარი ინერვაცია, სხვადასხვა ტიპის უჯრედები. ამიტომ ჩვენ მას აღვიქვამთ და განვიხილავთ როგორც მინი ორგანოს. ბიოინჟინერია რა არის? ჩვენ ხო ვიცით რა სტრუქტურა აქვს, ხა რა არქიტექტურა არის. აი ესეთი ტიპის არქიტექტურა უნდა აღვადგინოთ. ანუ ჩვენ გვჭირდება ამისთვის სხვადასხვა ტიპის უჯრედები, ჩვენ გვჭირდება ამისთვის უჯრედგარე მატრიქსი და სისხლის მომარაგება. ანუ აი ამის ასე ვთქვათ, აი ამ ჯერ ცალ-ცალკე ვქმნით ამ საშენ მასალას და მე ვაწყობთ
ორგანოს ლაბორატორიაში. აი ამით ვარ დაკავებული ჩვენ ჩემს ლაბორატორიაში, მაგრამ ძალიან ბევრი არ მინდა ეხა მარტო პერსონალიზებული იყოს ეს აქ ჩვენი საუბარი, ჩვენ ვსაუბრობ დიაბეტზე და აი ამ ბიოინჟინერიაზე და ძალიან ბევრი ლაბორატორიაა მსოფლიოში, რომელიც მუშაობს აი იგივე პრობლემაზე და ყველას თავისი სტრატეგია აქვს უბრალოდ. მაგრამ აი ძირითადად არსი აი ეს არის პრინციპი ამ ორგანოს ასე ვთქვათ შექმნის სინჯარაში. კი ბატონო, ხო, იმიტომ რომ ესე როცა გესმის და როცა კითხულობ და აღიქვამ რომ აი რაღაცა ხელოვნური პანკრეასი და ბიოხელოვნური პანკრეასი, ხო, ცოტა შეიძლება სხვანაირი აღქმები გქონდეს რომ ეს რა არის. ნუ ასე აღქმითა და გაგებით კიდე უფრო გასაგებია და უფრო გასაგებია ისიც რომ როგორი რთული სისტემა და რთული სტრუქტურაა, ხო? აი რა ეტაპზე ხართ მანდ? რა არის ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც აი ამ ლაბორატორიულ კვლევებს წინ დაუდგა, ან ეხლა გიდგათ რაღაცა მნიშვნელოვანი გამოწვევა, თუ არის ესეთი? აი ახლა უკვე ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური, ასე ვთქვათ, აი ეს უჯრედშორისი ნივთიერება, რაც ვთქვი, მატრიქსი, ამას ვქმნით ჩვენ, აი ეს უკვე შექმნილი გვაქვს, ანუ აი ჰიდროგელია ამ შემთხვევაში ბიოლოგიური, რომელიც ანაცვლებს აი ამ უჯრედშორის მატრიქსს, რომელიც მნიშვნელოვანია ამ უჯრედების სიცოცხლის უნარიანობისთვის, ანუ სიცოცხლის უნარიანობის განსაკუთრებით ასევე გვაქვს ანუ პრევასკულარიზაცია, ანუ სისხლძარღვების ჩაშენება შეგვიძლია, ანუ ფაქტიურად აი ამ მატრიქსში და შეგვიძლია უჯრედების მიღება ღეროვანი უჯრედებისგან, ანუ ვაწყობთ, ჩვენ შეგვიძლია უკვე აწყობილი გვაქვს ეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ეხა პრობლემა მხოლოდ იმაში, რომ ჩვენ გვინდა რომ იმუნურ სისტემას მალოთ ეს უჯრედები და ვმუშაობთ იმაზე, რომელი კომბინაცია უფრო უკეთესია იმისათვის, რომ ეს უფრო ეფექტური იყოს. და მეორე სტრატეგია, რომელსაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ქართველი სტუდენტი მუშაობს ამაზე, გვინდა რომ ასევე ჩავაშენოთ თვითონ აი ამ მატრიქსში ისეთი მოლეკულები, რომლებიც ასე ვთქვათ მოახდენს ამ იმუნური უჯრედების განდევნას, ასე ვთქვათ, რეპელენტი იქნება მათთვის. და აი ამაზე მუშაობთ კიდე, ანუ ორმაგისის დაცვის სისტემა გვინდა, ერთი თვითონ უჯრედი, რომელსაც გენური ინჟინერიით გარდავქმნით. მეორე კიდე თავად კარკასი, რომელშიც მოვათავსებთ ამ უჯრედებს და ის მოახდენს ასევე დაცვას, ანუ იქნება ერთგვარი ფარი კიდე დამატებითი ჯავშანი. ეკა, თუ სწორად მესმის ეს ყველაფერი, აი ეს სამი ქსოვილოვანი მოდელების შექმნა რეალურად წერ დიაბეტის კვლევისთვის. ხელოვნური პანკრეასი ნიშნავს რას, აი პომპები რო არის, ანუ ინსულინის ტუმბო, რომელიც არის შეერთებული სპეციალურ გაჯეტთან, რომელიც ვთქვათ, ანუ სისტემა არის, აქ გაქვს სენსორი, რომელიც მიმაგრებულია სხეულზე და ეს სენსორი განსაზღვრავს შენ სისხლში გლუკოზის დონე და როგორც კი იმატებს, იგი უკავშირდება გაჯეტის საშუალებით სპეციალური ალგორითმით უკავშირდება ამ ინსულინის ტუმბოს და მე ინსულინის ტუმბო შეყავს იმდენი ინსულინი, რამდენიც არის საჭირო იმისათვის, რომ სისხლში დაიწიოს შაქრის დონე. ეს გახლავთ ხელოვნური, ამას ვუწოდებთ ხელოვნურ პანკრეასს. ის რასაც ჩვენ ვქმნით, ბიოხელოვნურს უწოდებენ, მაგრამ უფრო ბიოხელოვნური არ არის, ეს არის ბიოინჟინერიის გზით შექმნილი ენდოკრინული პანკრეასი. ენდოკრინული პანკრეასი და ეს კვლევის მიმართულებითაც რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე მგონი ჩვენი ეს უჯრედები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ 3D განზომილებაში, ხო? და როცა ჩვენ ამ ქსოვილოვან კულტურებთან მუშაობთ, მათ ზრდით და ლაბორატორიაში ვცდილობთ რომ რაღაცა კვლევები ჩავატაროთ, ეს როცა ერთ განზომილებაში ხდება, ხო? მაგათაც რაღაც რო წარმოვიდგინოთ, რომ აი აქ რაღაც უჯრედები დავდეთ და შევეცადეთ რომ ისინი გაიზარდოს, ამით ვერ ვიღებთ რეალურად იმ სურათს, რა სურათის გვექნება ჩვენ აი ამ 3D განზომილებაში, როგორც ხდება ეს მაგალითად ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ახლა ეს ყველაფერი რაც
თქვენთან ხდება ლაბორატორიაში და კიდე სხვა ლაბორატორიებშიც ძალიან დიდ პროგრესს გვაძლევს ამ ყველაფრის კვლევაში და ნათელსურათს გვანახებს საით შეიძლება რომ განვითარდეს შემდგომში კვლევა იმისთვის რომ სასურველ შედეგებამდე მივიდეთ რომ პაციენტი გახდეს ინსულინით დამოუკიდებელი. ხო, საბოლოო მიზანი კი, თანხმები, უბრალოდ ერთი რამე მე გამომჭა, იმიტომ რომ შენ კითხვა რო დამისვი ის აქეთკენ განმოვიყვანე და მეორე არის რაც ახსენე 3D მოდელები, რომელსაც ეწოდება ორგანული ჩიპები, ორგანოჩიპზე, ასე ვთქვათ. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ და კარგად გამოიყენება დღეს და ფართოდ არის გამოყენებული, რომ სხვადასხვა წამალი დავტესტოთ ამა თუ იმ ორგანოზე. ასევე ვქნით აი ამ სამგანზომილებიან სტრუქტურებს, ვათასეთ სპეციალურ ჩიპში, რომელსაც აქვს პატარა-პატარა განაყოფები და იმას შეგიძლია თითო-თითო მოათავსო, მაიკროფლუიდიქსი ეწოდება მას და ანუ ხსნარები, ანუ იგივე იმიტაცია ხდება ფიზიოლოგიური იმისი, რა ქვია, გარემოსი, ანუ მიკროგარემოსი და ჩვენ შეგვიძლია დავტესტოთ სხვადასხვა წამალი, სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი ამა თუ იმ ორგანოზე და ქსოვილზე. ეხლა მიდის საერთოდ უფრო წინ წავიდა ეს ყველაფერი, ჩიპების ამბავი და რამოდენიმე ორგანოს ერთად დაკავშირება უნდათ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ორგანიზმში ბევრი სისტემა და ორგანოა და ერთ წამალზე ყველაფერი ერთობლიობაში პასუხობს და აი ამაზე მიდის საუბარი. ეს არის ცალკე. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოდელი იმისათვის, რომ მოხდეს ამა თუ იმ მეთოდის შემუშავება და ამავე დროს ეს სამგანზომილებიანი სტრუქტურები დიდი რაოდენობით შესაძლოა გადაინერგოს პაციენტებში იმისათვის, რომ ჩანაცვლდეს ამა თუ იმ ორგანოს ფუნქცია, ჩვენ შემთხვევაში არის საუბარი ლანგერჰანსის კუნძულებზე და ინსულინის გამომუშავებაზე. ეს განსხვავება არის აი ამ კი, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანები ხა ვინც არა ვართ ესე ჩახედილი, ხო, აი ამ მიმართულებებში, ალბათ ამაბნეველი იყოს, როცა მაგალითად რაღაც პუბლიკაციებს ეცნობი, ჩვეულებრივ სტატიებს ეცნობი, ისე ხავს ეს სახელები ერთმანეთს, რომ თუ კარგად შინაარსი არ გესმის, შეიძლება აი ეხლა ნახეთ მაგალითი, რომ აბსოლუტურად სხვა რაღაც წარმოიდგინო და ამ დროს სულ სხვა რაღაცაზე იყოს საუბარი, თა შინაარსით ისინი ერთმანეთსგან რადიკალურად განსხვავდება. თუმცა ყველა მათგანი საინტერესოა. ყველა მათგანი საინტერესოა, ნუ ეხლა რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები გვაქვს, წისვლები გვაქვს ზოგადად ეხლა ჩვენ ქსოვილოვანი ინჟინერიის მიმართულებით და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში კლიმატ მედიცინაში ეს ყველაფერი ძალიან შეცვლის. აქვე კიდე ერთს დავამატებ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ღეროვან უჯრედებზე, ვისაუბრეთ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებზე და ასე შემდეგ. ამ საკითხზე ჩვენ ისეთ საინტერესო ეპიზოდი ქონდა ზაალ კოკაიასთან ერთად. თქვენ ვიდეოს დასრულების შემდეგ ნახავთ შესაბამის რეკომენდაციას ჩვენს YouTube-ზე. შეგიძლიათ რომ ამ პოდკასტსაც მოусმინოთ და ის თითოეული სიტყვა, რომელზეც ეკა საუბრობდა, აქ უფრო ნათელი ხდება, მათ შორის თუნდაც ის, რომ ემბრიონულ ღეროვან უჯრედებზე შედარება იყო ჩინელები ამას აკეთებენ, ამერიკელები ამას აკეთებენ, რატო აკეთებენ ასე და რატო წავიდნენ მაგალითად ჩინელები ასეთი შორი გზით და ამერიკელებს არ შესაძლო გამოწვევები შეიძლება ქონდეთ ამ მიმართულებით, ამასაც მოისმენთ ზაალ კოკაიასგან, რომელიც არის დიდი მკვლევარი ღეროვანი უჯრედების. ეკა დაახლოებითი კონტურები, მე მგონი, ეხლა ჩვენი მსმენელებისთვისაც ახმადი გახდა, რა პერსპექტივები გველოდება წინ და ეს პერსპექტივები რაღაც კარგად მოჩანს. კარგად მოჩანს, რაღაც წარმოვიდგინეთ უკვე, თუ კი ტიპი 1 დიაბეტი გახდება განკურნებადი, დაახლოებით როგორ შეიძლება რომ ამას მივახციოთ და ამისთვის მეცნიერება დღეს რას აკეთებს. თუმცა ერთი წუთი ხა დავუბრუნდეთ იმ რეალობაში, რომ რეალობაშიც ვართ, მომავლის პერსპექტივების გარეშე და დიაბეტის მართვამ, რომელიც საქართველოშიც გვაქვს შესაბამისი პროგრამები, ну, საერთაშორისო პროგრამებიც არსებობს. სტატისტიკას რომელსაც გადავხედე, თლათ მაინც და მაინც ესეთი არ არის დადებითი მოლოდინებით ახსავს. ამ შემთხვევაში მაინტერესებს შეფასება საქართველოს ვითარების, როგორ შეაფასებთ და ის საქართველოში როგორ ხდება დიაბეტის მართვა, რა გამოწვევები შეიძლება გქონდეს ჩვენ და რა ხდება ჟენევაში. საქართველოში მხოლოდ ბავშვებისთვის არის ხელმისაწვდომი ეგრეთ წოდებული სენსორები, რომელიც მაგრდება
კანზე და შემდგომ აი ტელეფონზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი შვილის ან საკუთარი გლუკოზის დონეს სისხლში, ანუ ეს რეალურ დროში ახდენს აი ამ იმას, მაგრამ არ არსებობს სტუმბოები, არა ამის საშუალება რომ გქონდეს ადამიანს სტუმბო, ამიტომ მას სჭირდება დღეში რამდენჯერმე ინსულინის ინექცია. ანუ იმის დამიხედვით თუ რამდენი სჭამს და როგორ გადაითვალა ნახშირწყლების რაოდენობა და ასე შემდეგ. ანუ ეს არის ძალიან რთული პროცესი. ანუ დიაბეტზე რო ვსაუბრობ, დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება. დიაბეტი არ არის განაჩენი, დიაბეტი არ არის არანაირად იმისი საფუძველი რომ მოვახდინოთ ამ ბავშვების სტიგმატიზაცია, ვისაც აქვს ტიპი 1 დიაბეტი. ტიპი 1 დიაბეტით ხალხი ცხოვრობს, ხალხი არის სპორტსმენი. ადამიანებს შეუძლიათ ძალიან აქტიურად იცხოვრონ, მაგრამ მართვადია, ანუ მართვადია, მაგრამ არსებობს ამისი მართვის უკეთესი საშუალებები დასავლეთში, ანუ ეს სტუმბოები არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ბავშვებში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ და მით უმეტეს, როდესაც ისეთ ასაკშია ბავშვი, როცა უარყოფას ახდენს, ანუ არ უნდა იყოს განსხვავებული, არ უნდა ამ ინექციების კეთება სკოლაში, არ უნდა იყოს ისეთი როგორებიც არიან სხვები, აი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მათ გქონდეთ რაც შეიძლება მეტი საშუალება და უფრო გაადვილებული იყოს მათი მართვა. ეს არ გვაქვს ჩვენ და ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას სჭირდება მიხედვა, იმიტომ რომ ტიპი 1 დიაბეტი გახლავთ სულ 10% მთლიანად სხვა ტიპი დიაბეტებთან ესე მიმართებაში სულ წარმოადგენს 1%. არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება. აქედან გამომდინარე, ამას ეს არ არის ისეთი რაღაცა, რომლისაც სახელმწიფომ უნდა ვერ მოვაღა თავი. ხშირადაც იმის გამო, რომ ცოტა არის, ამიტომ აქტუალობა ნაკლებია. რა თქმა უნდა, აქტუალობა ნაკლებია, იმიტომ რომ ბიზნეს მომგებიანი არ არის ეს, თქვათ, იმის გამო, რომ ცოტა სჭირდება, ის კომპანიისთვის არ არის მომგებიანი ჩამოიტანა, ამიტომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ასეთი პაციენტებისთვის ეს ყველაფერი. უნდა დასავლეთში, ანუ ევროპაში ჯანდაცვის სისტემა და საქართველოში განსხვავებულია მიდგომები. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ამას სახელმწიფომ უნდა მიხედოს და ამიტომ მოაგვაროს. ეს არ შეიძლება იყოს დარჩენილი იმის ინსულინში ხო არ იხდიან პაციენტები თანხას, ანუ ეს სახელმწიფო აგვარებს, ასევე სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს აი ეს უახლესი ტექნოლოგიებით, აი ამ დაავადების მართვა, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად იმისათვის, რომ უკეთესად იმართოს დიაბეტი, ჩვენ შეგვიძლია ძალიან შორს გადავწიოთ აი ის გართულებები, რომელიც დიაბეტს დევს თან რაღაცა შორსმავალი, ეს არ არის ძალიან სწრაფად განვითარებად. მეორე არის ის, რომ რითი განსხვავდება, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ პანკრეასის გადანერგვა ამ პაციენტებს და ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ ჟენევაში ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვა. ასევე ჩვენთან არსებობს პროგრამა, აი ამ კლინიკური კვლევის პროგრამა, რომელშიც აი ჩართულები ვართ, როგორც მოგახსენეთ, Vertex-ი არის კომპანია, რომელმაც წამოიწყო დიდი კვლევა 2021 წელს. ემბრიონული უჯრედებიდან მიღებული ინსულინმოპროცედურებული უჯრედების გადანერგვისა, მაგრამ ეს კლინიკური კვლევა. ამითი განსხვავდებით ახლა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს ასეთი რამ, არ არსებობს არც ერთი ცენტრი, რომელიც არ არსებობს ორგანების გადანერგვის პროგრამა. მით უმეტეს გვამური ორგანოებიდან ეს კანონმდებლობა არის, მაგრამ პრაქტიკულად ჯერჯერობით არ შესრულებულა. აქვე ვიტყვი, რომ ეს ორგანოთა გადანერგვის პრობლემა რასაკვირველია ჩვენს ქვეყანაში დგას. არ არის ეს სერვისი, ესეთ ხელმისაწვდომი უნივერსალურად ყველას, ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ ეს შემთხვევებსაც ვინც აკეთებენ, ესეც ძალიან საინტერესო საკითხია. ამას მოდი სიურპრიზად დავტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენ გეგმავთ, რომ ამ თემაზე ცალკე
დღე ცალკე პოდკასტი გავაკეთოთ. არაჩვეულებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია. და იმ პოდკასტში მე ვიტყვით ამ ყველაფერთან რა კავშირში იყო ეკა. კი ბატონო. უკვე ცოტა ბოლოსკენ მინდა რომ წავიდეთ და ეკა აი 2-20 სიტყვა თქვენს ლაბორატორიაზე რო გითხრათ. აი რა ხდება ამ ლაბორატორიაში? ვინ არიან იქ ადამიანები? ახსენეთ რომ იქ სტუდენტები გყავთ. რას აკეთებენ ეს ხალხი, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალბათ იმ თვალსაზრისითაც არის, რომ ქვეყნები, სადაც მეცნიერება მაღალ დონეზეა, სადაც ინვესტირება ამ მიმართულებით ხდება, იქ შემდგომში მეცნიერების პროდუქტები არის სერვისები, ხო? რაზეც ახლა თქვენ საუბრობდით. და ეს სერვისი გააქვთ იქ, რომელსაც თავაზობთ ადამიანებს, რაც სამწუხაროდ ახლა ჩვენ არ აგვაქვს. ჩვენ არ აგვაქვს ამ მიმართულებით პრობლემები გვაქვს ქვეყანაში. კეთილი, ჩემი ლამოდიდა, ახლა დავიწყოთ ტრაბახი. ჩემი ლაბორატორია ძალიან მამაყობ ჩემი ლაბორატორიით. 2 ლაბორატორია გვაქვს, რომელიცაც აი სიმბიოზური ურთიერთობა აქვს, ანუ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ერთი გახლავთ კლინიკური და მეორე გახლავთ აი ფუნდამენტური, ანუ სადაც კვლევები მიმდინარეობს. ერთ აი კლინიკურ ლაბორატორია გახლავთ GMP სერტიფიცირებული, რომელსაც აი შიც ფაქტიურად რო შედიხარ, მე ხუმრობ ხოლმე, რომ უკვე დაღლილი ვარ რო შევდივარ, იმიტომ რომ 5 პირი ის უნდა გესვას, აი ეს როგორც კოსმონავტებს სკაფანდრები აცვიათ, აი ესეთი ჩაცმული, აღჭურვილი, შედიხარ ამ ლაბორატორიაში და იწყება ეს პროცედურა ორგანოდან, დონორული ორგანოდან ლანგერჰანსის კუნძულების გამოყოფის პროცედურა, ეს გახლავთ 8 საათიანი პროცესი, თუ არ გავითვალისწინებთ ამის თან მოყვება ძალიან ბევრი დოკუმენტის შევსება, ანონიმიზაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს უჯრედები მე ინერგება პაციენტებში, ჩვენ ვამზადებთ ამას ყველაფერს და ამაში მონაწილეობს ორივე ლაბორატორია ფაქტიურად და იგივე სტაფი მე შემდგომში ახორციელებს კვლევებს, იმიტომ რომ ჩვენ ახლოს ავართ პაციენტთან და ეს გვაახლოვებს იმ პრობლემასთან, რასაც ჩვენ ვმუშაობთ ფაქტიურად. კლინიკურ, ანუ სამეცნიერო ლაბორატორიაში ვმუშაობთ აი ამ ბიოინჟინერიაზე, ექსოვილოვანი ინჟინერიაზე, ღეროვან უჯრედებზე, ანუ ამას ვაერთიანებთ ყველაფერს, აი ქმნით, ანუ ამ ენდოკრინულ პანკრეას ისეც იმ მიკროგარემოს გათვალისწინებით, რომელიცშიც იგი არსებობს. ჩვენს ლაბორატორიაში არიან ფიზიკოსები, არიან ბიოლოგები, რა ვიცი, ინსილიკო მოდელებს ვქნით, ანუ კომპიუტერულ მოდელებს და ამის შემდეგ ვცდილობთ, რომ ანუ იმისი რეპლიკაცია მოვახდინოთ ისეთივე, როგორიც ასე ვთქვათ, არის იმაში თავის ანუ ნატიურ გარემოში. რას ვაკეთებთ? გენური ინჟინერიით ვართ დაკავებული, ანუ გარდავქმნით ამა თუ იმ ვახდენთ ამა თუ იმ გენის მოდიფიცირებას იმისათვის, რომ ვთქვათ, ან გავაუმჯობესოთ რაიმე ფუნქცია, ან ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ დაუმალოთ იმუნურ სისტემას უჯრედიდან მოვატყუოთ, ასე ვთქვათ, იმუნური სისტემა ვქმნით იმებს, რა ქვია, ამ უჯრედშორის მატრიქს, ანუ სპეციალურ გარემოს, სადაც ვათავსებთ ამ უჯრედებს, ანუ ვაწყობთ ფაქტიურად. ეს არის ინჟინერია, ბიოინჟინერია, ვაწყობთ ორგანოს, ანუ აწყობილი ორგანო, აი ეს ორგანო, რომელიც შემდგომ ინერგება პაციენტებში, ამ შემთხვევაში ჩვენი პაციენტები არიან თაგვები. და ტიპი 1 დაავადებული თაგვები, ანუ დიაბეტით დაავადებული თაგვები, რომლებსაც უნერგავთ აი ამ კონსტრუქციებს და ვაკვირდებით, ანუ როგორ ხდება მათი განკურნება ამ დაავადებისაგან. აი ამას ვაკეთებთ ჩვენ და რა ვიცი, გუნდი არის ძალიან დიდი, დაახლოებით 15 ადამიანია, რომელიც მუშაობს აი ამ პრობლემაზე ორივე ფრონტზე, ანუ კლინიკურზეც და სამეცნიეროზეც. ჩვენს ლაბორატორიაში არიან ესე პოსტდოქტორანტები, ანუ დოქტორანტები, რომლებიც იცავენ დისერტაციას და არიან სამაგისტრო, როგორ ქვია ქართულად, მაგისტრანტები, ანუ თქვათ, ანუ პრედოქტორანტები, ანუ სანამ დოქტორანტურაში დაიწყებენ თავიანთ საქმიანობას, ხო? აი სტუდენტები, ქართველი მყავს ერთი, რომელიც არის ძალიან ესე თქვი უკვე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მკვლევარია.
რომელიც აი მუშაობს აი ამ სპეციალური მატრიქსის შექმნაზე, რომელშიც იქნება უკვე ჩაშენებული აი ესეთი სპეციალური მაგისტრანტი. ხო, მაგისტრანტი. და მაგისტრანტის დონეზე ასე დონის კვლევა კეთდება. ხო, ჩაშენებული იქნება ისეთი მოლეკულა, რომელიც აი მოახდენს აი ამ იმუნური სისტემის ასე ვთქვათ დარეგულირებას, მოდელირებას, ანუ მოდულაცია ქვია ამას, იმუნომოდულაციას, აი იმ მიკროგარემოში, სადაც გაინერგება ეს კონსტრუქცია. კი ბატონო. სანამ ბოლო შეკითხვაზე გადავალ, ეკა უცებ მინდა რომ როგორც წეგან თქვით, ანუ ჩვენი მსმენელები და ფოლოვერები ჩვენ სოციალურ ქსელებში გვისვამდნენ. რამდენიმე შეკითხვა. გიორგი მოისრაფიშვილი, ჩვენი მეგობარი, გეკითხებათ. ამას ნაწილობრივ შევეხეთ, მაგრამ ესეთი კარგად მაინც არ გვისაუბრია. რამდენად მომგებიანია აღნიშნული პროცედურაო ხარჯებით გათვალისწინებით, აქ საუბარი არის ამოჯრედების განანერგვაზე, ანუ ჩადებულ რესურსებს და ფინანსებს თუ ამართლებს მისი ეფექტურობა და თქვენი აზრით, როდის გახდება აღნიშნული ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი. ხო, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს ვერ იქნება იაფასიანი, კი არა, ეს იქნება ძვირადღირებული სერვისი და ეს არის თუ არა მისი მთავარი გამოწვევა ამ პროცედურის. ისეთი დონის გამოწვევა, რომელმაც შეიძლება რომ აი მიუწვდომელი გახადოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის შემდგომში ეს სერვისი. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად გეთანხმები, ამიტომ აი ხა მომივიდა არსებული არ ნიშნავს მის ხელმისაწვდომს, ანუ შეიძლება არსებობდეს რაღაცა მეთოდი, მაგრამ იყოს აბსოლუტურად არახელმისაწვდომი ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. ანუ იგივე ევროპაშიც, აი ვთქვათ, რაღაცა მეთოდი, აიმიტომ ვამბობ, რომ აი მეთოდის ტრანსლაცია ამიდან რა ქვია, ლაბორატორიული მაგიდიდან პაციენტის საწოლამდე ძალიან ხანგრძლივი პროცესია და ძალიან ბევრი რეგულაციური, ასე ვთქვათ, ბარიერის გადალახვა გიწევს და ამიტომ ეს ფასსაც ზრდის, აი ძალიან ზრდის კატასტროფულად ფასს და საბოლოო ჯამში, როდესაც არსებობს მაგალითად ესა თუ ის მეთოდი ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ, სახელმწიფო ვეღარ იხდის ამ თანხას. ანუ იმდენად ძვირია და მით უმეტეს ისეთი დაავადებების, როგორც არის იშვიათი დაავადებები, ანუ პაციენტების რაოდენობა ძალიან მცირეა და ამიტომ ინდუსტრიას ნაკლებია, ბიზნეს ინტერესი აღარ არსებობს იმისი, რომ აი განავითაროს ესა თუ ის ტექნოლოგია და ესა თუ ის რა ქვია, მეთოდი. ჩვენ შემთხვევაში ახლა დიაბეტი არ არის იმდენი, ну ვთქვათ, ტიპი 2 დიაბეტის გაცილებით მეტია ვიდრე ტიპი 1, ანუ ფაქტიურად და ამიტომ პრობლემა დგას. ახლა აი მღეროვანი უჯრედების განანერგვა არ არის იაფი. თითო პაციენტი შეიძლება 1 მილიონამდე დაჭდეს. ანუ ფაქტიურად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს ფასი დარეგულირდეს და დავარდეს, ხო? იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. და რაზეა ლაპარაკი, ინსულინიც კი დღეს. ინსულინიც კი არის ქვეყნები, რომელსაც არ არის ხელმისაწვდომი. ხო, ყველას ეხაც არ შეუძლია და რაც უფრო პერსონალიზებული ხდება, მით უმეტეს, ხო, ეს მედიცინა და ესეთ სერვისები ხდება უფრო ძვირი. ეს სერიოზული თემაა და ასე ერთ ორ წუთში ვერ ამოვწურავთ ამას და ვერ განვიხილავთ აქ ძალიან. მაგრამ გავიგეთ, ეს არის პრობლემა. სერიოზული პრობლემა, გამოწვევა, რომელიც გადასაჭრელია და მოსაგვარებელია. იმიტომ რომ თუ ადამიანებმა ამდენი შრომის ასეთი რაღაცები გამოიგონეს და მე ადამიანებამდე ეს ვერ მივიდა, თუ ეს არ იქნება შედეგი, რაც გვინდოდა. ანა ნოვერცაძე ძალიან აქტიური ადამიანი, ძალიან კარგი გოგო, გვეკითხება ესეთ რაღაცას. პანკრეასის კიბო და რეგენერაციული მედიცინა. გვიქადის თუ არა მედიცინის ეს მიმართულება სასიკეთო სიახლეებს, კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომების მკურნალობაში. ზოგადად განიხილება თუ არა ბიოხელოვნური პანკრეასის გამოყენება ონკოლოგიურ პრაქტიკაში. მადლობას გიხდით წინასწარ. ძალიან საინტერესო შეკითხვაა და მე არ მიმუშავია და მე პანკრეასის სიმსივნე საკმაოდ აგრესიული სიმსივნეა და ძალიან სიცოცხლის უნარიანობა, ანუ ძალიან ხანმოკლეა ამ დაავადების
მკურნალობა არ არის ადვილი და რეგენერაციული მედიცინა ამ მხრივ არ ვიცი, ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, იმიტომ რომ მე შეხება არ მგონია და არ მგონია რომ ამ მიმართულებით აი ესე ჩანაცვლება ხდებოდეს ორგანოს, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, აი როდესაც ორგანოს ვნერგავთ, ჩვენ იმუნოსუპრესია გვჭირდება და ამ შემთხვევაში სიმსივნე იმდენად სწრაფად გავრცელებადია და იმუნური სისტემა თუ დაძგუნე ის ნაკლებად იქნება ეფექტური. კი ბატონო, მარიამ ღონღაძეს აქვს შეკითხვა ავტოიმუნურ დაავადებებთან დაკავშირებით, მაგრამ ამაზე რეალურად ამ შეკითხვას უკვე პასუხი გაეცა, ამიტომ მარიამ ძალიან დიდი მადლობა, უკვე მოისმენდით ამ საკითხზე. პასუხს ეს ყველაფერი მხოლოდ ტიპი 1 დიაბეტზეა თუ ტიპი 2 დიაბეტისას შეიძლება მსგავსი მიდგომებიო? შეიძლება ტიპი 2 დიაბეტი როგორც მოგახსენეთ, რომ ტიპი 2-ის დროს რაღაცა პერიოდის შემდგომ ხდება აი ამ ბეტა უჯრედები აღარ გამოიმუშავებენ ამ ინსულინს და მაგრამ ტიპი 2 არის მეტაბოლური დაავადება და ეს მეტაბოლური თუ არ მეტაბოლიზმი თუ არ მოწესრიგდა ძირითადად მეტაბოლიზმი უნდა მოვაწესრიგო და ამისათვის ძალიან ბევრი ახალი პრეპარატია შექმნილი და ჩაშვებულია მარკეტში, რომელიც აი მე მგონი ტიპი 2 დიაბეტი აღარ იარსებებს ძალიან ცოტა ხანში და ძალიან კარგია ეს. ძალიან კაი ამბავია ძალიან. ბევრი სიახლე გვეწევა ტიპი 2 დიაბეტთან დაკავშირებით. ჭარბწონიანი პაციენტებისთვის, რომელთაც ტიპი 2 უვითარდება ზუსტად იმის გამო აქვს ჭარბწონიანობა. ხო, საბარაუდოდ რამდენიმე წელიწადში სრულიად სხვა სურათი გვექნება მაგ მიმართულებით. აი შეკითხვა იყო ესეთი, როგორ მივიდეთ ასეთ საერთაშორისო ლაბორატორიებში სამუშაოდ ან სასწავლებლადო? როგორ მივიდეთ, თუ სურვილი გვაქვს, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამისათვის, რომ რა ვიცი, აი დღეს მოგზაურობა და აი ერთი ადგილიდან მეორეზე, თქვათ, გადასვლა აღარ არის პრობლემა, იმისათვის, რომ ბევრი უნდა პირველი რაც უნდა გავსასწროთ, რა გვაინტერესებს და რაზე გვინდა მუშაობა. ამის შემდეგ უნდა გავიდეთ და მოვიძიოთ რა ლაბორატორიები ვინ მუშაობს ამაზე. ის რომელიც შენ მოგწონს და იმის მიხედვით შევარჩიოთ რამოდენიმე ლაბორატორია, ერთი არა, რამოდენიმე და უნდა დავაგზავნოთ აი ამ ლაბორატორიებში თქვენი აი ვთქვათ სამოტივაციო წერილი, რატო გინდათ ამ ლაბორატორიასთან ამ ლაბორატორიაში მუშაობა რა мотивация გაქვთ რა? რა შემთხვევაში თქვენ ხართ უნივერსიტეტის კვლევითი ბაზა, ხო? ანუ უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს იმ მაგისტრატ რა თქმა უნდა, თუ არის თქვათ დოქტორანტი, მაშინ ჩვენს უნივერსიტეტში არის სადოქტორო სკოლა, რომელიც ატარებს შერჩევას აი ასეთი მისი კანდიდატების და ამ ასე ვთქვათ გასაუბრებების კასკადია ერთი არ არის და ამის შემდეგ რჩება ის ნაწილი, რომელსაც აიტოვებს უნივერსიტეტი და მე ამათი გადანაწილება ხდება სხვადასხვა ლაბორატორიებში. აი მაგ შემთხვევაში აი როგორ ხდება ხოლმე, რომ დაუშვათ მოვიდა სტუდენტი, რომელსაც უნდა ამ მიმართულებებში კვლევის ჩატარება, კვლევის მიმართულებას ის თვითონ ირჩევს უკვე თავისი რაღაცა იდეით მოდის, თუ უკვე არის ეს ჰიპოთეზები, რომლებიც არსებობს და ამ არსებულ პროგრამებში ერთვება. ორივე ვარიანტია, ორივე ვარიანტი შესაძლოა უფრო მეტი არის, უფრო ხშირად არის, რომ ერთვება არსებულში ერთვება, მაგრამ არის სტუდენტები, რომელსაც რაღაცა ისეთი იდეა აქვს, მაგრამ შენ უნდა დაარწმუნო შენი ხელმძღვანელი იმაში, რომ ეს ამ იდეაში ჩადოს თანხა, იმიტომ რომ ეს კვლევა ხო თანხა ყირს და იქ თანხა აქვს შენს ხელმძღვანელს და აქედან გამომდინარე, იმას უნდა, ანუ ის უნდა დაარწმუნო იმაში, რომ ღირს ამ კვლევაში თანხის ჩადება და დროის ჩადება, რაც ყველაზე მთავარია, დროს კარგავ აი იმ კვლევებში, რომლებსაც ვთქვათ, შეიძლება შედეგი აღარ მოყვეს და ამისათვის ამ ხელმძღვანელის აზრი მნიშვნელოვანია. კი ბატონო, და თვითონ ამათი мотивაციაც. აი ესეთი შეკითხვა არის, რა უნარები სჭირდება ახალგაზრდას, რომ ქსოვილების ინჟინერიაში წარმატებას მიაღწიოსო. და ალბათ ეს გონების მაქსიმალური თავისუფლებაც, ხო, იდეების გენერირებაც და ასე შემდეგ. ეხლა დღეს აი სტუდენტებს ვუყვებოდი მარი კიურის
ბიოგრაფიას და ხო ამ ქალმას რა გააკეთა ხო ჯეროდა რაღაცის რომ იქ რაღაც იყო საკვლევი და მთელ საყაროს დაუპირისპირდა და საბოლოო ჯამში შეცვალა დედამიწა ხო ესე იყო თავისი რადიუმის აღმოჩენით არის თუ არა რამე ისეთი სპეციფიკური უნარი რომელიც უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ წარმატების მეტი შანსი ჰქონდეს ამ დარგში ქსოვილოვან ინჟინერიაში? ხო, აი მაგას გვეკითხება. არა, ყველანაირ იმაში საქმეში თუ ხარ ცნობის მოხარეობა ალბათ და ინოვაციების თქვათ არშიში, ანუ იმისთვის. აი მე რო დავიწყეთ საუბარი, თქვი რომ ჩვენ ქმნიდით რაღაცა ვიცვსდით ის რეციპიენტის ორგანიზმში და ვიძახოდით ქსოვილოვანი ინჟინერია და ნახევარ მსოფლიოს გიჟები ვეგონეთ, მაგრამ არ გვაკომპლექსებდა ეს. პირიქით, ჩვენ გვჯეროდა იმისი, რასაც ვქმნიდით და გვჯეროდა რომ რაღაცა შევქმნიდით ისეც, რომელიც იქნებოდა მნიშვნელოვანი და რომელიც ბევრ პაციენტს მოუტანდა, ვთქვათ, შვებას. აქედან გამომდინარე, თუ ამის შიში არ აქვს და არ გჯერა იმისი, რასაც აკეთებ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი პლუსი და მაშინ უფრო წარმატებული იქნები, ვიდრე ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც არ ჯერათ, რასაც აკეთებენ, აკეთებენ იმიტომ, რომ უნდა გააკეთონ რაღაცა. აქედან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი და ვიყოთ გამბედავები და საკუთარ თავში დარწმუნებულები. კი ბატონო. ასეთები რო არ ყოფილიყვნენ ის მეცნიერები, ვინც ამ ხელ აღმოჩენები გააკეთეს, ახლა აი მე და ეკა აქ არის ხდებოდით, ამ თემებზე არ ვილაპარაკებდით. და რამდენიმე ეს არის ბოთქა გავაერთიანებ, რამდენად რეალისტურია, რომ ჩვენს სიცოცხლეში დიაბეტისგან განკურნება გახდეს შესაძლებელი, ახალგაზრდა ადამიანი გაკითხება. შესაძლებელია კი არა და იკურნება დიაბეტი უკვე გადანერგვით შეგვიძლია გვყავს ჩვენ პაციენტები რომლებიც აღარ იყენებენ მას ინსულინს მაგრამ როგორც მოგახსენეთ აქ უკვე იმუნოსუპრესია საჭირო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახლა შემოდის ღეროვანი უჯრედები უკვე იყიდებს სპექტრს და უკვე კლინიკაშია და უკვე არიან პაციენტები რომლებიც განიკურნენ ამ დაავადებისაგან ძალიან ძალიან ახლოს არის ის დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ ამ დაავადების განკურნებას. მე ესე ვფიქრობ, ესეც ჩემი სუბიექტური აზრია, როგორც მეცნიერის და მჯერა ამის. კი ბატონო. აი ეს ხა ამ კითხვას უკავშირდება, ბარემ აქვე წავიკითხავ, რომ აი ეს ამ ბეტა უჯრედების გადანერგვის შემთხვევაში საერთოდ უარს ვამბობთ ინსულინზე თუ მაინც ნაწილობრივ შეიძლება იყოს ინსულინის მიღება გარედან საჭიროა. ბეტა უჯრედების გადანერგვის შემთხვევაში გადანერგვის შემთხვევაში ხო? ხო, ანუ რაც კლინიკურად კეთდება დღეს და მიიჩნეულია მკურნალობის სტანდარტად, არა, აი ამ იმიდან დონორული ორგანოებიდან, გვამური ორგანოებიდან მიღებული კუნძულების შემთხვევაში არის შესაძლებელი. მართალია, რომ ყველა პაციენტი არ ხდება ინსულინ დამოუკიდებელი, ანუ ზოგს სჭირდება მაინც, მაგრამ გაცილებით ნაკლები და რაც ყველაზე მთავარია, რატოა მნიშვნელოვანი ამ უჯრედების გადანერგვა და კარგი, იმიტომ რომ გადანერგილ თირკმელს უფრო უხანგრძლივებს ფუნქციას, ანუ დიდი ხანი იწლებს უფრო გადანერგილი თირკმელი, ანუ იცავს. იმიტომ რომ შაქრით გაჯერებული სისხლი აზიანებს ორგანოებს. კი ბატონო. და ბოლოს შეკითხვა, ეს უნივერსიტეტის პროფესორი ხართ, ხო ასეა? და აქაც ყავთ სტუდენტები, ვისაც ლექციებს უკითხავთ. რა რჩევები შეგიძლიათ რომ მისცეთ იმ ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებსაც მოტივაციის პოვნა უნდათ საკუთარ თავში, არიან საქართველოში და უნდათ რომ იმუშაონ ბიოინჟინერიაში. აი და არიან კარიერის საწყის ეტაპზე, ან უბრალოდ ფიქრობენ. აი ყველანაირ მეცნიერებზე მოდით განვაზოგადებ საერთოდ ქართულ ახალგაზრდა მეცნიერებზე. ისევ იქიდან დავიწყებ, რომ მე როდესაც დავიწყე ჩემი სამეცნიერო, ასე ვთქვათ, საქმიანობა, ვიყავი სტუდენტი 90-იან წლებში, მყავდა პატარა შვილი. საქართველოში იყო ეკონომიური სიდუხჭირე, კრიმინალი, რა ვიცი, აი ყველანაირი უბედურება და პროგრესიც და სინათლეც არ სადარჩანდა თუნელის ბოლოში. მაგრამ ჩვენ მუშაობდით და გვჯეროდა იმისი, რასაც ვაკეთებდი. ანუ გეგმები გვქონდა დიდი, ანუ და არჩევანი გავაკეთე.
ისეთი, რომელიც თქვათ და მე ამ არჩევანმა შემქმნა მე. ანუ შენ აკეთებ არჩევანს და მე არჩევანი ქმნის, ასე ვთქვათ და სულ ცოტა ხნის წინ ჩემს მეუღლესთან მქონდა საუბარი და სამსახურში მივდიოდი და ხუმრობით თქვი, რომ წარმოგიდგენია სამსახურში მივდივარ და ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ამაში მიხდიან ფულს, ანუ ხელფასსაც მაძლევენ. ანუ უნდა აკეთო ის, რაც ძალიან მოგწონს, რისი კეთებაც მოგწონს და გიყვარს. და მაშინ ნამდვილად აღარ შეგექმნება პრობლემა. იპოვი ყველანაირ რესურსს. დღეისათვის ჩემს სტუდენტობის დროს ბიბლიოგრაფიებში ვიქექებოდით, ბიბლიოთეკებში, რომ რაღაცა ლიტერატურა მოგვეპოვებინა. დღეს ხო ეს არ არსებობს. რამხელა ტექნოლოგიური პროგრესი განვიცადეთ სულ რაღაცა რამოდენიმე აწლეულის განმავლობაში დღეს ინფორმაციის მოძიება შეგიძლია ნებისმიერ წუთად ნებისმიერ ადგილას შეგიძლია დაუკავშირდე ნებისმიერ ლაბორატორიას წამყვანს რა ვიცი არანაირი ბარიერი არ არსებობს თუ გინდა ვერაფერი ვერ აღგიდგება წინ რაც ყველაზე მთავარია დიდი გეგმები უნდა დასახო არ დავპატარავდეთ, ასე ვთქვათ, და შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს. იმიტომ რომ ყველა ჩემი შეცდომა ისე წამადგა, არ ვიცი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა შეცდომებს იგივე იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას ადამიანმა ბევრჯერ, იმიტომ რომ შეცდომას რო დაუშვებთ, იმიტომ არის იმ შეცდომის დაშვება კარგი, რომ ანალიზს გაუკეთებ და მეორეჯერ აღარ გაიმეორებ და რაღაც სხვანაირად შეხედავ, მაგრამ აუცილებელია ეს იმისათვის, რომ გახდე წარმატებული და მიაღწიო წარმატებას. რამთავარია, უნდა გჯეროდეს და უნდა იყო თვითმყოფადი. რა თქმა უნდა. მაგის გარეშე შამპანიურს ვერ დალებთ. კი ბატონო. ეგ აქ დოქტორანტებთან ხართ, ხო? დიახ. აქ დოქტორანტებთან ხართ, ძირითადად დოქტორანტები. ბევრი არ მყავს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დოქტორანტ სათანადო ყურადღება ესჭირდება. კი, თავისთავად. იმიტომ რომ თითოეულ დოქტორანტი თითო კლევაა და ზოგჯერ ჩემი დოქტორანტები მოდიან ჟენევაშიც და აი ასე ვახერხებთ, რომ ესეთი ასე ვთქვათ, ომხრივი ურთიერთობა გქონდეს იქაც, აქაც. ყველაფერი შესაძლებელია თუ მოვინდომეთ და გვინდა. ხო, აი თუნდაც ახლა თქვენ გარშემო ეს ორი დიდი უნივერსიტეტის კოლაბორაცია აეწყო, ხო და ეს სამეცნიერო თანამშრომლობა მიმდინარეობს, რაც ასევე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ამ თითოეული დოქტორანტის, თითოეული მაგისტრის ნაშრომი არის ახალი სიტყვა, რომელსაც წინ მეცნიერებაში ამბობენ, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი რომ საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა, იმიტომ რომ რთული საკითხი, მე მგონი ახსენით ისე რომ ჩემთვისაც ჩვენ მსმენელებისთვისაც მაყურებლებისთვისაც YouTube-ზე გასაგები ყოფილიყო. რა მიმართულებით მივდივართ, რა პროგრესი გვაქვს, დაახლოებით სად გვაქვს და როგორია მომავლის პერსპექტივები. დიდ მადლობას გიხდით ეკა და მე მინდა გთხოვოთ ჩვენს მსმენელებს არ დაგეზაროთ, გამოგვიწერეთ ვიდეოს დაალაიქეთ, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. და ასევე შეგიძლიათ გამოვყვეთ ჩვენს სხვა სოციალური მედიის გვერდებზე შესაბამის ლინკებს, შესაბამის ბმულებს ნახავთ ვიდეოს აღწერაში. კარგად წანდებოდით.